დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით 378 საკრებულოს წევრის სახელით ჩვენ ვთქვათ არა 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი სამართლიანი ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ზოგმა სამწუხაროდ ვერ გაუძლოთ სტუნებას. სამწუხაროდ ვერ გაუძლოთ სტუნებას მათ შორის ზოგმა დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიამ. მაგრამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ისევე როგორც 13 წლის განმავლობაში, დღესაც, ხვალაც, ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე და აუცილებლად აწევს გამარჯვების დროშას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ხედავთ, რომ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში არის განცხადებები საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის დღეს განაცხადა ევროპარლამენტმა, რომ ის არ აღიარებს ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ის არ ითანამშრომლებს ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან და ის ითანამშრომლებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ჩვენს ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ჩემთან ერთად არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრები. ესენი არიან ადამიანები, ვისაც ყველაზე ძალიან კარგად ესმის ბრძოლის ფასი. მათ შორის ბრძოლის ფასი სოფლებში, დაბებში, ქალაქებში, საქართველოს ყველა წერტილში და ყველა რეგიონში. დიახ, სწორედ ეს გაუტეხელი ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა ივანიშვილის მოღალატეობრივი რეჟიმის ძალისხმევის მიუხედავად დღევანდელ დღემდე მოიტანა და ხვალ სწორედ ეს გუნდი, სწორედ ნაციონალური მოძრაობა კვლავ აწევს გამარჯვების დროშას და ეს გამარჯვება გადის პრინციპულობაზე, ეს გამარჯვება გადის უკომპრომისობაზე, ეს გამარჯვება გადის ბრძოლაზე, სწორედ ასე ერთიანობით, უკომპრომისობით, პრინციპულობით ჩვენ აუცილებლად ავწევთ გამარჯვების დროშას. ახლა მინდა სიტყვა გადავცე ლაშა კალმახიძეს, ყველაზე ახალგაზრდა საკრებულოს წევრს. ეს ადამიანი ნამდვილად ჩემთვის არის ბრძოლის სიმბოლო. ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც არასოდეს არ თმობს ქვეყნის ინტერესებს. ლაშა, გთხოვთ. მოგესალმებით. როგორც იცით, ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და არ აპირებს რეჟიმს მიანიჭოს ლეგიტიმაცია და ნორმალიზება ნებისმიერი სახით. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას 2003 წლის იდეალებისათვის, რომელიც ემსახურება საქართველოს მოქალაქის სიძლიერეს, რომელიც ემსახურება ევროპულ ძლიერ ფასეულობებზე აგებულ სახელმწიფოს, ფასეულობებზე, რომელიც ამ ქვეყანას აუცილებლად წაიყვანს წინ, ფასეულობებზე, რომელიც აუცილებლად ამოძირკვავს ამ ქვეყნის ფესვებიდან რუსულ მარწუხებს. მინდა მიუმართო საქართველოს მოქალაქეებს, იმ მებრძოლებს, რომლებიც უკვე 300 დღეზე მეტია, 200 დღეზე მეტია დგანან რუსთაველის გამზირზე და საქართველოს სხვადასხვა ნაწილებში და ებრძვიან, ესე იგი, რუსულ მმართველობას ამ ქვეყანაში და ყველანაირ წინააღმდეგობას უწევენ რუსულ მარწუხებს ამ ქვეყანაში. მე მინდა მიმართო ამ ადამიანებს, მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, ჩემო კარგებო, თქვენ მინდა გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის თქვენი ყველაზე სანდო პარტნიორი ამ ბრძოლაში და ჩემი რეკომენდაცია, ჩემი გუნდის რეკომენდაცია იქნება, რომ იდგეთ ჩვენს გვერდით, იდგეთ ადამიანების გვერდით, რომლებიც ყველანაირ წინააღმდეგობას გაუწევენ ფიძინე ივანიშვილს და არ მოახდენენ არცერთ ვარიანტში მათ ნორმალიზებას და ლეგიტიმაციას. ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე. ეხლა კი ხო ანუ ბალიაშვილის გორის საკრებულოს წევრს იც მოგვართავს სიტყვით. მოგესალმებით. მე როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი და როგორც ერთი მოქალაქე ვფიქრობ, რომ ამ ვითომ არჩევნებში მონაწილეობით ამ არჩევნებში მონაწილეობა პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას გადაწყვეტს, ან გლუყყილოა, ან მიზანმიმართულად ღალატობს ქვეყნის თავარ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, მე როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესის და მთავარი გადამწყვეტი ბრძოლის წინ საერთო მიზნის გარშემო
და რეგიონს, რომელსაც მე წარმოვადგენ, შიდა ქართლის რეგიონს, მათ შორის ოკუპაციის ხაზთან მიმდებარე სოფლების მოსახლეობას, ყველა იმ პატრიოტს, რომელიც იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, მივმართავ ამ ტრიბუნიდან, რომ ჩვენ ნაციონალური მოძრაობის წევრები არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას.